ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ახალი 3 კილომეტრნახევრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს. სამუშაოები ადგილზე მოინახულა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების შედეგად, რომლის ღირებულება 239,500,000 ლარს შეადგენს, ქუთაისის აეროპორტის ინფრასტრუქტურას დაემატება საჰაერო ხომალდის 4 სამიმოსლო ბილიკი, საჰაერო ხომალდების სადგომების რაოდენობა კი 17-მდე გაიზრდება. მათივე ცნობით, ახალი დასაფრენი ექსპლუატაციაში 2026 წელს შევა და ნებისმიერი ტიპის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდის მიღება შეძლებს. ირაკლი კობახიძე ასევე გაეცნო საზღვრის კონტროლის ავტომატიზირებული სისტემის მოწყობის სამუშაოებს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის საზღვრის კვეთისათვის საჭირო დროის შემცირებას ისახავს მიზნად. ამასთან 2026 წლის პირველი კვარტლიდან მგზავრებისათვის ხელმისაწვდომი იქნება სწრაფი გასასვლელის სერვისი, რაც უზრუნველყოფს აეროპორტის გამტარუნარიანობის გაზრდას. Შეერებთ ახალ ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, რომელიც იქნება F კატეგორიის ტიპის აეროხომალდებისთვის შესაბამისად ეს იქნება პირველად საქართველოში, როდესაც შეგვეძლება შეზღუდვების გარეშე მივიღოთ მსგავსი ტიპის ბორტები. აღნიშნულ სამუშაოებს დავასრულებთ 2026 წლის ზაფხულში. ჩვენ პირველ რიგში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სამუშაოები დავათვალიერეთ, როგორც მოგეხსენებათ, აქ მოეწყობა ყველაზე გრძელი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი საქართველოში, რომელსაც ყველა ზომის ხომალდების მიღება შეეძლება, ასევე სხვა მიმართულებითაც ვითარდება ქუთაისის აეროპორტის ინფრასტრუქტურა, დეტალურად გავეცანით პროექტის მიმდინარეობას, ყველაფერი კეთდება დაგეგმილ ვადებში და საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ამ პროექტის ბოლომდე მიყვანა უზრუნველყოფს ქუთაისის აეროპორტში მსართ-ნაგადის თვისებრივად გაზრდას. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, ყველაზე მზარდია მსართ-ნაგადის თვალსაზრისით ქუთაისის აეროპორტი და რა თქმა უნდა ჩვენ ინფრასტრუქტურული პროექტით ხელი უნდა შევუწყოთ მსართ-ნაგადის კიდევ უფრო მეტად გაზრდას და აეროპორტის სისტემურ და სისტემატურ განვითარებას.